გააკეთოს ეს მე შეიძლება? კარგი ხა მაგაზე მოაფეთქდები და საღამოს გავალ და მოვიტან იმ ჩანთას. კო, გინდა ლუდი მოვიტანო. აჭი. რა დღის შეაქნიერ. შენ რა გითხარი ნუნუ რა რომ ახსენდება როგორ უნდა ვაწვალო ბავშვი გული მისკდება რა გული გისკდება რა ეხა მე რო დამჭირვებოდა და მარი წამომყოლოდა ამდენს კი არ გალაპარაკებდი თუ არ წამომყვებოდა რა სამრუბ გიждდება შენს ხო და ნიკუშას არ უყარხარ ხო ნიკა დედა ერთი წამი რა სასტუმროს წერ უხსნი რაც ხდება დადასტურდა? კი გავიგეთ და პრობლემა არ არის. ხედავე თუ რა ჭკვიანია. ჩემ წამოყოლას რა აზრი ქონდა, ყველა შენი სათრევი ვიქნებოდი. ხო და თუ მორჩით, მოდით სანამ ცხელია რა. ხო რა ბავშვებო. კი, ბილეთები გვაქვს, სასტუმროც გვაქვს, ფარდით ჩალაგებულია. მოდი, წამივი და გულისეთი სუნი აქ ამ ხარჩოს. უი ვენაცვალე ესენს მოვიდნენ. ობა შენ უნდა თქვა სიდეც უყარვარო. ვინ თქვა რომ არ ვამბობ? ნიკუშას ხო იცნობ? კი, როგორ არის? კარგად, რა ვიცი, ესეთ ფუფუნებაში, შენ? მე ისეთ ფუფუნებაში ჯერ ვერ, მაგრამ არა მის. გავარჯობა. აი, ვის არ ვიცნობდი მე, როგორი დიდი გოგოა და თან როგორი ლამაზი. ჩემო სიცოცხლე. დე, ეს ნიკუშაა, ნუნუს შვილი. ბებო, ეხა ჩემთან დაჯექი, შენ რო გიყვარს ისეთი კარტოფილი შევწვი. ანუშია მადლობა. ბურგერი ჭამაგზაში, სახში მეცადინეობაში ხელი რო არ შემეშალოსო, მანქანაში ვეშეჭა. ხო, ბურგერის ჭამას ხო დიდი მიზეზი ჭირდება. დეწავა ხოლმე ვიმეცადი. ხო, დაწეს. რა ხომ ის მე უნდა ვიმეცადინო? იმედი, ზედა გიждები. აი ცივილუდი მაქვს მაცივარში, რას? დავაი. დედი ყოველთვის ბევრი არ დალიო. დილას 4-ზე ხარ, ასად გო. მე ხა ბევრი რომ წთხოვოს არ მაქვს, მაგრამ 4-ზე რატო ხარ ასად გო? მოუკვდე ამას მე ჩემს გამო. ნუნუ ვერ მოდის და ნიკუშა მოყვება. პასპორტს გასულია ვადა და ეხა ვნახე. აუ შენ გინაცვალე მე ხო ვერ მეყვებოდი და მაგრა უნერვიულობდი სიმართლე გითხრა რა. არის და ცივნიობს არ მივაკარებ. ჯიგარი ხარ ძმაო, ჩემზე იყოს. აი, სიდედრი რომ ეყოლება. ბაზარი არა, ჩათვალე, შენი სიდედები, ჩემი სიდედები. რა უცმო. ამა. ჩვენ რა გვაშველება დედამთილებს თორე თქვენ კი ხართ ეს სიდედრები გაფუფუნებულად. ხო, კი. წამ ვერანდაზე დავლიო ტყავა არ გინდა? ძალიან მინდა, მაგრამ ხო იცი რომ ვერ გავდივარ არა? კარგი რა ცადე. გამორიცხული. ფანჯრიდანაც ვერ მიხედავდი. ვერ ხვდები ხო როგორ მეშენია? წარმოიდგინე, სულ ერთია, გინდა მე-5-დან გადავიხედო და გინდა მე-15-დან. მართლა. მე-5-დან ხედი საერთოდ არ არის. აი ეგ არის შენი აჩემება. დარწმუნებული ვარ იმ სახლიდანაც მშვენიერი ხედი იქნება. საათ საბურთალოზე ხედი სამ. მე ვერ ისახზე გეუბნები. მართალია ამ სახლის გარდა არსად არ ვარ ნამყოფი, მაგრამ შენ თვითონ არ ამბობდი? ხო, ჩემ პირდაპირ მეზობლები რო ცხოვრობენ, ზეპირად ვიცი რა სჭამენ. მერე კაია. ხადაო, ამ ხედის გამო 3 ღვინის ფასი გადავიხადე და საერთოდ არ ნანობ. ჩვენ რომ აიც იმ სახლში შევხვდეთ ხოლმე, გთხოვ რა. კარგი ჩემო შიშარა, სადაც მეტყვი იქ შევხვდეთ. ისე რომ იცოდეს საერთოდ არ ვარ შიშარა. მარტო სიმაღლის მაშინია. მარტო. არა და მე ვასაბამ შიშარა ქალი. რა? მით უმეტეს თუ შენაირი ლამაზი და გინდა მაგარი რაღაც გითხრა? ო, მე რა მითხარ? არა, უცებ გეტყვი რა. კაი, მეტი. გონი მარი რაღაცას ეჭობს. შენი მარე? და რა საჭობს? გონია რომ მე და შენ ერთად ვართ.
მე არა? არა, კი, როგორ არა. უბრალოდ არ მინდა რა სამსახურში რომ გამიბაზრდეს. თან მით უმეტეს შენზე. ვიცი, მე რას მიწვ. არა, შენ არაფერს. ვიცი, არა ეთიკურად მიმაჩნია კლიენტთა რომანის გაბნა. არა? რა ვიცი, ეგ მე პაციენტზე და ექიმზე გამიგია მარტო. არ ვიცი, მაგრამ არ ვთქვათ რა ჯერ გთხოვ გემუდარე. კარგია. არ მინდა რომ სამსახურიდან გამომაგდო, სადაც ახალი გაწყობული მაქვს. კარგი. ხო იცი როგორ გამაჩვე. როგორ? დე აი მოვჩი, მოვალ ეხა და ჩაგალაგებინებ. სად მოხდა ჩავალაგე უკვე. ჩაალაგე? ხო, რა ჩავალაგება მაგას უნდა. სიტრები ჩადე? რა თმინდა ეს სვიტერი? ფოტოსები? რა თმინდა ეს ორი ფეხსაცმელი და 4 სვიტერი? 3 დღით მივდივარ, გამოცვლასაც ვერ მოვასწრე. და ეს ჯინსის ქურთუკი მაინც ჩადე? ეგ ჩავდე შენი ხათრ. კაი, ჩაი გინდა დაგისხა? არა, კაი კექსი მაქვს. არ მინდა. ეს კობა რა კაი ტიპი ყოფილა რა? კი არ ვიცნობდი ეს ახლოს. კობა? ხო. ვიცი, მე არ მიყვარს ეგ ბიჭი. ვა. ჭორაო დედაშვილი? არა, სჭორაობთ, კობაზე ვლაპარაკობდეთ. კობა? მარის კობა? შვენიერი ბიჭია. რას ეჭის ეს დედაშვილი მაინც ვერ გავიგე. ძალიან შვენიერი ბიჭია. გააწამა ეს გოგო. რა ვიცი, სამბედნიერები გიჩანა. კი, ეხლა კი. კაცო, გიждდება ის გოგო თავის ხმარზე. ამან ვერაპატია რაღაც პატარა შეცდომა, მარის პრობლემა არ ქონია. პატარა პრობლემა. გოგო მოჩვენებას ავიდადიო და ისე დღეში ჩააგო. ნუ იცი რა შენ გადამეტება რა. ვის ოჯახში არ ყოფილა პრობლემები? ხო, მაგრამ ასეთი? რა მოხდა რა? თამაშობდა. მოვიდეთ. თანება? კი, კაცო, რა ხანია? შვენიერი მამა და გადასარევი ქმარი. გადასარევი იყო, მაშინ ბოლო კაპიკამდე ტოტალიზატორში და კაზინოში რო ტოვებდა. კარგი დედა, ხო დამთავრდა არა? ხო, დამთავრდა მარის წყალობით. და რა მნიშვნელობა აქვს ის წყალობით? თავარია დამთავრდა. ახლა არიან ბედნიერად. და ახლა კი მალხაც, მაგრამ ხვალ რო იგივე პრობლემა დადგეს. კარგი დედა, ხვალ რა მოხდება ეგრე ზოგადად არავინ არ იცის. ერთი ეთერი იყოს კარგად და კობას არ უხლია თავში ქვა. და რატო ხარ ესე წინასწარ გაბრაზებული ამ ბიჭზე? იქნება აღარაპირებს საერთოდ თამაშს. ნიკა, რამდენი ადამიანი გინახავს? ყოფილი მოთამაშე ან ყოფილი ნარკომანი? ერთი გამახსენე რა. მე გიპასუხებ. ეხა მაგათი სი არ შევიდგენია, მაგრამ უამრავი გამიგია. მეც რამდენიც გინდა? მართლა. მე არ გამიგია და არც მჯერა მაგათი. მე მჯერა. მეც ჯერა. 2-1. მოვდივარ. სუგაბრინე? კითხვა მაქვს შენთან. ნორმალური ხარ? გიორგი რომ მოვიდეს, რა შვენ? არ მოსულა შემომიშ. სადულა შეხარ გაგიშვი. რა მოხდა? კარგად მოსყობილ. ანუ დი ჩემს სახლის დასათვალიერებლად მოხვედი? აბა რა ხდება? რა გინდა? თვალებში მინდა გიყურო და ისე გითხო. ანუ ტელეფონზე ვერ მეტყოდი? თვალებში მინდა შემოხედო და ისე გითხო არა. მომისმინე. კერს რა გინდა? სულელი გონევა. მომისმინე, ეხლა მოვცებ ჩავიცვენ და სადმე გარეთ ვლაპარაკოთ, რა იმიტომ რომ ძალიან მეშინია რომ გიორგი არ მოვიდეს. არა უშავს, მე მგონი ამ თემაზე სამივეს ერთად მოგვიწევს საუბარი. არა უშავს. რა გეტაკა კერს, რა გინდა მითხარი? მე არაფერი შენ? ანუ არც მე არაფერი არ მინდა. რა გინდა ჩემთან სახლში რატომ მოხვედი? რაც მინდა, არა. ანუ გაინტერესებს სულელი მგონი ხარ თუ არა? არა. ეხლა შეგვიძლია ადგე და წახვიდე და მერე დავილაპარაკოთ. მოდი ჩემთან. გასაკეთებ. ანუ კერს გიხვეწები რა. მოდი. მომისმინე. ერთი თვეა რაღაც პონჩი შეკავს ბაზარი, რომ რაღაც როგორი ქმარი ვიქნებოდი, ერთად როგორ ვიქნებოდით და რაღაც. ხო, მე რა სიტყვა მოიტანა და კითხე. დავასრულებ ხო მათქმევინე რა. გისმენ. მე ერთთვის მე ჯერ მებუტები, მე ისე მოდიხარ, მირიგდები და მეუბნები როგორი მამა ვიქნებოდი. კარგი მამა ვიქნებოდი თუ არა. ანუ უბრალოდ სიტყვა მოიტანა, რა გინდა მომისმინე. არა, სიტყვა არ მოიტანა. ხო, სხვადასხვა მეც ეგრე მეგონა თავის დროზე, მაგრამ მე დედა შენ რომ მოვიდა გუშინ ჩემთან და მითხრა რომ
ავსელოდები ორსულად ხარ და გაგანებო თავი. მომისმინე წამი. მე და შენ. მომისმინე რა. გეხვეწებია. просто კი არ მომისმინო რაღაცაზე მიპასუხე ხო? რა გინდა? გითხავ რა. ორსულად ხარ? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? მიპასუხე ორსულად ხარ? დაუშვათ მე. რა მერე ანა? რა მერე? შენ აღფრინე? ჰა? დრაკონში არ მეუბნებოდი რა ვიგე. ამდენი ხანია შენ ხმართან ერთად ცხოვრობ და ბავშვი არ გიჩდება. ერთი თვია მხვდები და უცბად ორსულად ხარ. და რა გეგონა რომ მე ვერ მიხვდებოდი ამას და თუ გეგონა რომ დავიკიდები და ამ ყველაფერს გავადარებდი? მართლა ესე გეგონა? კი, ეგ გავიგე და მოვედი უკვე აგერვა სახლთან. შენ სართული გამახსენე. მეოთხე. აბა მე მეშვიდე რატომ ახსოვდი? აი. ლაკო. ძალიან კარგად იცი ვის წარი ბავშვი. არ ვიცი. ესაა დნმ-ის ანალიზს არ გავიკეთებ არაფერი არ მიცოდება. აი რა, ზეგ და პატიჟე, რა ხო არ დახურავენ მაგ რესტორანს რა. ბიჭო, არ მინდა რომ ტყუილი გამომივიდეს რა. კი. მაგრამ ეხავს ურთიერთობაში ტყუილი. მაგრამ როდის მივდივარ? ახლავე. გიფიქრე სადმე ხوار გავიდეთ თქვენ. სადმე პატიჟები? ადმინისტრატორმა გოგო მითხრა რომ ამ სასტუმროს აქვს ძალიან კარგი რესტორანი. All I want is your easy love. Oh my